მინდა დიდი სიხარულით ვთქვა, რომ პატრიარქი არის სენაკის მეტროპოლიტი იყოს. აქედან გამომდინარე, სენაკთან ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ჩვენ სენაკელებს ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი და მას უსურვებს წარმატებებს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ფარავდეს სრულიად საქართველოს. ეს არის დღე ყოველად პატიოსანისა წინასწარმეტყველის იოანეს შობის დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენთან ჩამოვიდა ჩვენი უსაყვარლესი უწმინდესი შიო მესამე. გულოცავ მას ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია. და მინდა ასევე ყველა სენაკელს, ყველა მრევლს, ყველა ეკლესიის წევრს მიულოცო ეს დიდებული დღესასწაული და იოანე ნათლისმცემლის ლოცვის ძალდამადრი შეეწიროთ მათ და მათ ოჯახებს. ჩამოგზანება მთელი ჩვენი რეგიონისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელი დღე, იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქი წლების განმავლობაში მსახურობდა როგორც მეუფე ჩხოროწყუთა სენაკის ქალაქებში და აქ ამ რეგიონში ჩვენი უწმინდესი ყველას უყვარს, როგორც ლენად საქართველოში და მართლა გითხრათ, რომ ჩვენთვის დიდი ზეიმი ტოლფასია დღევანდელი დღე. მე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს უწმინდეს მობრძანებისთვის და მინდა წარმატებები უსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუში ჩამობრძანდება მალე, ველოდები ჩხოროწყუ და ჩხოროწყუს მოსახლეობა. წინასწარ მინდა ჩვენს უწმინდეს მადლობა უთხრა, როგორც აქ ჩამობრძანებისთვის და ჩხოროწყუში ჩამობრძანებისთვის. დღევანდელი ყველა ქრისტიანული დღესასწაული ნებისმიერ ჩვენთაგანისთვის არის უმნიშვნელოვანესი და რაც შეეხება დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ მინდა მთლიანად ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ერთს, ჩვენს ხალხს მიულოცო დღევანდელი დღე. სრულიად საქართველოს ულოცავ იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს. მართლაც უდიდესი დღესასწაულია დღევანდელი დღე სრულიად საქართველოსათვის, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსათვის და კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს, მით უფრო დღევანდელი დღე ჩვენთვის სენაკელებისათვის და ჩვენი ეპარქიისათვის არის გამორჩეული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ეპარქიას სენაკს სტუმრობს ჩვენი პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი შიო მესამე, რომელიც არის ღირსეული გამგზელებელი იმ გზისა და მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა ილია მეორემ დაგვიტოვა სრულიად საქართველოს და მართლაც უდიდესი ბედნიერება და უდიდესი წყალობა ღვთისაა დღეს, რომ ჩვენი პატრიარქი აღავლენს წირვას სენაკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში, სადაც თქვენ ხედავთ, რომ შეკრებილი არის მრევლი, მართლაც უდიდესი სიხარულია, თითოეული აქ მყოფი არის უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით გამსჭვალული დღევანდელი დღის მიმართ, ჩვენი პატრიარქის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატრიარქის პირველი ვიზიტია დღეს პატრიარქის რანგში, რომელიც მოღვაწეობდა სენაკსა და ჩვენს ეპარქიაში, რომელიც იყო წინამძღოლი და მთავარი მღვდელმთავარი ჩვენი ეპარქიისა და მას და სრულიად სენაკს, ისევ როგორც სრულიად საქართველოს უდიდესი სიყვარული და სიხარული გააჩნია აი ამ ფაქტის მიმართ, რომ ჩვენი პატრიარქი დღეს არის ჩვენი სტუმარი და დღევანდელი დღე არის რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობის. მოგეხსენებათ იოანე ნათლისმცემლის სხეულის წმინდა ნაწილი მისი ნეკათითი დაბრძანებულია და ინახება სენაკში, კერძოდ სენაკის თეკლათის დედათა მონასტერში და დღეს აი ამ საზეიმო დღესასწაულზე ეს უდიდესი წმინდა ნაწილი დაბრძანებულია ამჟამად სენაკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში და როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი აღავლენს წირვას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი.